ხომ იცი რომ ჩვენს ცხოვრებას ბოლომდე ჩვენ ვერ მართავთ. არსებობს რაღაცეები, რაც წინასწარ არის გაწერილი და სამყაროს სცენარს ჩვენ ვერ შევცვლით. საიდან მოგაქეს სიბრძნეები? ჩემი მოგონილი კი არ არის. აბა, მადლობა. რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ იმას ვამბობ, რომ რაც ხდება, უნდა მოხდეს. მოხდა და მორჩა. მე რო არ მეაქტიურა, არაფერი მოხდებოდა. მოხდებოდა, სალი, მოხდებოდა. და სულ ტყვილად იშლი ნერვებს და ნერვიულობ ამ გიგაზე. საერთოდ თუ იმაზე ნერვიულობ, რომ შეიძლება ცოცხალი აღარც კი იყოს, მაშინ კარგი რა, სოფრა, სანამ კიდე რამე სისულელე სიტყვა უკვე გაჩვენდი. მე უბრალოდ ვცდილობ, რომ დაგამშვიდო. და ეს ყველაფერი რაც ხდება, უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ უნდა მოხდეს. სამყაროს წინ ვერ აღუდგები. არა. ჩემი აზრით, სამყაროს შენი ხელითვე არ უნდა მისცეს საშუალება, რომ ესე მოგექცეს. იმ კაცთან მე რომ მიმიყვანე და მასმენინებდი, შენც მოგესმინა ცოტა. ზუსტად იმავეს გეტყოდა. სიტყვა სიტყვით. გაწყვეტილი ხო? არა, რა უნდა მწყენოდა? ვიცი რომ ცუდად მოვიქეც. და მელაპარაკი რა. სალაპარაკო არაფერია დემე და შენც ნუ ეცდები ტყუილად. ისედაც გასაგებია ჩემთვის ყველაფერი. რა არის გასაგები? ის რომ ძალიან მარტივად შეგიძლია ადამიანს ტყუილი უთხრა. მართლა არ მინდოდა რომ ეგრე გამოსულიყო რა. უბრალოდ არ ველოდებოდი თუ იმ დღეს შეგხვდებოდი თან შენ მეგობრებთან ერთად ცოტა დავიბენი და მაგიტომ მომატყუე ხო? არა, მართლა არ მინდოდა რომ ტყუილი მეთქვა უბრალოდ წამომცდა რა, ხო ხტები? ადრე თუ გიან აუცილებლად გეტყოდი სილაცეს. და რა ედო საფუძვლად შენს ტყუილს დემე? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გრცხვენია იმის, რასაც აკეთებ, თუ ფიქრობ, რომ კარიერული მიღწევების მიხედვით ვაფასებ ადამიანებს. გულწრფელობა რა ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობაში. ეს რატო გავიწყდებათ ყველას? მართლა გულწრფელი ვარ რა. და არ მინდოდა ეს ასე მომხდარიყო ყველაფერი. უბრალოდ ჩავთვალე რომ მნიშვნელობა ექნებოდა ამ ყველაფერს და არ ვიცი, ვერც გიხსნი მოკლედ რა. პირველად რო გნახე ძალიან მომეწონე და მეგონა თუ ოდესმე შეგხვდებოდი. მოკლედ, ესეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ საბოლოო ჯამში ტყუილის თქმა მომიწია ხო გესმის. ძალიან ცუდი დემე. მართლა არ მეგონა ესეთი ადამიანი. არც ვარ. ვიცი, შენ ფიქრობ რომ ვარ და ამის მიზეზიც გააქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ეცადე გამიგო, კარგი? ესეთ რაღაცას ვერასდროს ვერ გავიგე. მე წავა. მოიცაკ ხო ვაგიხსნი რა. აზრი არ აქვს ახსნას და ახალი ტყუილების მოფიქრებას. მართლა არ მინდა არაფრის მოფიქრებას არ ვცდილობ რა. უბრალოდ მინდა იცოდე რომ ის რაც გითხარი მთლად ტყუილი არ ყოფილა რა. ანუ? 2 წელი მართლა ვსწავლობდი სამართალს. კარგი რა. თავის გამართლებას აზრი არ აქვს. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთან. და იმედია სხვასთან იგივე შეცდომას აღარ გაიმეორებ. შაკო, როგორ ხარ? მაგრად. მე როგორ ხარ? მეც არა მიშავს რა. ისე აღარ გეტყობა ხო იცი? აღარ. დღეს გადამიარა. იმ დღესაც პატარაზე წავომიწითდა ესეთი არაფერი. ძალიან გეტკინა? არა. უბრალოდ მოულოდნელობისგან გამიკვირდა უფრო ვიდრე მეტკინა. აუ, მაპატიერა, ასეთი სისასტიკე რომ ჩავიდინე. კაი, გადაო. ეგეთები ამიტანია?
შენ იყავი კარგად და ჩემ თავს აღარ ვშივი. ისე შეკო რომ იცოდე ექსილა შენ კი არა დემეს გავარდყი. ხო? მართლა გეუბნები. ჯერა კაცო. ხომ აპატიებ? გადაო, ჩათვალე არც მომხდარა. აუ მადლობა შაკო, ძალიან საყვარელი ხარ. ხო, საყვარელი? რატომაც არა. დემეს ხო არ დაურეკავს? არა და რომც დაერეკა არც უპასუხებდი. ცუდია, ცუდი. კარგი, ახლა საქმეები მაქვს, უნდა წავიდე, ხო? მიდი, მეც სარბენი მაქვს. ისე შენ მართლა ზოდიაქოთი რა ხარ? კირჩხიბი. ნეტა იმ დღესაც მასე გეთქვა. არჯობდა. ასე რომ გვახსოვდეს საკუთარ ცხოვრებას ჩვენ თვითონ მართავთ. და არ არსებობს არანაირი წინასწარ გაწერილი სცენარი. ღმერთმა ამისი თავისუფლება მოგვცა ადამიანებს. უბრალოდ ამ თავისუფლებასაც სწორი მითითებები დაურთოთ ან. ეს არის და ეს. ხო და მეც ზუსტად ეგ მანერვიულებს, რომ ჩემი თავისუფალი ქმედებით ოჯახი დამაგრია. და შენ დაგაწუხებს ის რომ ოჯახი დაინგრა და ადამიანი გაუჩინარდა თუ ის რომ ოჯახი დაინგრა ადამიანი გაუჩინარდა და ამაში საკუთარ დანაშაულს ხედავ. ორივე. არა. საკუთარი დანაშაულის გრძნობა განერვიულებს. რამდენი ოჯახი ინგრევა, რამდენი ადამიანი უჩინარდება. ყველაფერს ასე განიცდი? არა, ხო? იმიტომ რომ იქ საკუთარ კავშირს ვერ ხედავ. არ მინდოდა ტყუილში რო ეცხოვრა ადამიანს. მართლა კარგი მინდოდა მისთვის. ესმის. მაგრამ ყოველი ჩვენი ქმედების დროს უნდა ვიფიქროთ შედეგზე გესმით. რაღაცას ხომ რაღაცის გამო ვაკეთებთ ყოველთვის, არა? შენ თუ კარგი გინდა ადამიანისთვის, შენი ეს კონკრეტული ქცევა რა შედეგს მოუტანს მას. ამაზე იფიქრე. კარგი გინდა და უარესისთვის რატომ იმედებ? მაგრამ თუ დაფიქრდები, შეიძლება მიხვიდე იმ დასკვნამდე, რომ ეს უფრო ემოციურობამ გაგაკეთებინა, ვიდრე სიკეთის მიზანმა. არა. უფრო მეტი ესაუბრე საკუთარ თავს. ის ყოველთვის დაგიჯერებს. როგორც შთააგონებ, ისე მოგექცევა. მთავარია არასოდეს მოატყუო, გესმენთ? თორემ შენს გადადგმულ ყოველ ნაბიჯს დაეწყობა ეს. მოდით ერთ კაი ვინმეს გაგაცნობთ, კარგი? ექსცეთ. Right? შენი იყოს. მე ამათ ვესაუბრები ხოლმე. შენ შეგიძლია ზუსტად ისევე ესაუბრო, როგორც საკუთარ თავს. ყველაფერი კარგად იქნება. და იფიქრე იმაზე, რომ საკუთარი თავის მართველი ყოველთვის შენ ხარ.
აქ ძალიან ბევრი ემოცია ირევა. ჩანს სიყვარულიც, სიძულვილიც, იმედგაცრუებაც, სადღაც მონატრებაც კი. არც ერთ შემთხვევაში არ თქვათ უარი საკუთარ თავზე. ეს ადამიანი დადებითი კომუნიკაციის საშუალებით აუცილებლად შეეცდება იმ რაღაცის მიღებას თქვენგან, რაც მას სურს. სამყაროსგან რჩევა იქნება. ნუ მიიღებთ ცხელგულზე გადაწყვეტილებას. თორემ ეს აუცილებლად გამოიწვევს თქვენს სულიერ გაუფასურებას. აჰა. გაიგონე რა გითხრა, სიყვარული და მონატრებაცო. იმედგაცრუება და სიძულვილიცო. არ გაცრუებოდა იმედები და არ იქნებოდა ეგ იმედგაცრუებაც. აუ, გეხვეწებით 2 წუთი არ მელაპარაკოთ რა. შეხედე. აი შესაძლებელია რომ არ გამოჩენილიყო ის დემე თუ ვიღაც არსება. მაინც ეგრე მოიქცეოდი ლუკას მიმართ? კი, ეგრე მოიქცეოდა, იმიტომ რომ ამ ორ ურთიერთობას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, იმისთან მიუხედავად რომ ძალიან გავს ერთმანეთს. აუ, ანის ველაპარაკები მე. ანის არ უნდა ესაუბრო 2 წუთი თვითონ გთხოვა. სხვათა შორის აქ მოსვლის იდეაც ჩემი იყო და რასაც მომავალში გააკეთებს, ეგეც ჩემი იდეა იქნება. გასაგებია, დამიჯერე. მე ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. ისე ძალიან მოგიხდა თბილისის აერი. ხშირად უნდა ჩამოხვიდე ხოლმე. ნუ გეშინია ამ ტკივდე ვარამე და გამომაცუქცუქებენ ახეთ. ოიც მაგათი ამბავი. ცუდია სოფელში რომ მიდიხარ. ვეღარ შეუბერავთ ხოლმე. ისე რა ვქენით ამ სიბერეში მე და შენ ბიჭო, არ შეიძლება. მაგრად უბერეთ ბიჭიკო. ჩამოდი ხოლმე და ეგეთები არ მოგვაკლდება. კი, მაგრამ შენ რა გიჭირს, ჩემთან რომ ჩამოხვიდე სოფელში? წამოვა დემე და ჩაუჯერ მანქანაში. არა, არც არაფერი. შენთან სტუმრობას რა ჯობია? მე ბიჭო, აქ ვიშლია ღვინის დალევას, თორე შენთან მარანში კაცი ვერ მეკარება. მომეცია, აი. კაი. ისე ღვინო თუ გაქვს? ყლიჟი ახლა ყურიზეში ღალგუმა. ვიცი, ჩემო ბიჭიკო, საუკეთესო ღვინო რო გაქვს. ვიცი. მაგარი ღვინო დააყენა წელს კი ამ ციცკაცოლი გაურია ბიჭო, ისე იგი ქარვაა რა ჭიქაში რო გახედავ. მაინც რო ჩამოასხავ და დაიცვარება რა მაგარია. გაჯობია მიდალევას რა. დღეს რა ვქნათ? არ ჩავარტყათ? არა. მე ვწოდა ჯამთელი უნდა ჩავიდე სოფელში შეგაცა. შვენივრად გამოიყურები ყველაფერს ვიცავარ ბიჭიკო რა. ეგ სიმართლე ჩვენში დარჩეს. ხო. კაცო, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. გზა არ უნდა დაგილოცო. ჰა? თვითო ჩავარტყათ სიმბოლურად რა მოხდება? შენ შოუჩდი ჩემ ტერს რა. და ქეთა და ბავშვები ვნახე ხუთშაბათს. ძალიან მომნატრებია თურმე აქაურობა. ჩვენი მეგობრები, შენ. ხო, მითხრა ქეთამ. ხო. რაჭაში რო ვიყავით გახსოვს? რა კარგი დღეები იყო არა? სხვათა შორის იქ ყოფნის დროს ხშირად მახსენდებოდა ხოლმე. აქაური ამბები. მე თბილისში რო შევხვდით პირველად ერთმანეთს. მთელი თბილისი რო ფეხით მოვეხარეთ. ახ როგორ დაგვათენდა. დღესაც მახსოვს როგორი ლამაზიცა იყო. აუ კი და ის გახსოვს. ახალი წელი რო სამში მომილოცე. არა უფრო სწორად მე 31-ში მოგილოცე და შენ სამში მიპასუხე.
ხო, იცი რა, რაღაცა მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან გაბრაზებული ხარ ჩემზე და არა, ხო აგიხსენი, რომ ძალიან ნანობ იმ ლუკას აქციელს, რომელიც 5 წლის წინ ესე მოგექცა, რა. ლუკა, ადამიანები რომ არ იცვლებიან. მოდი ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე შევთანხმდეთ, ხო? არა, მის საერთოდ არ მithქვამს, რომ შევიცვალე მეთქი, ანუ გარდავისახე და რაღაც ეგეთი. უბრალოდ დღევანდელი ლუკა იმ 5 წლის წინანდელი ლუკასგან განსხვავებით უფრო მეც ფიქრობს თავის აქციელების შედეგებზე. ეს არის და ეს. სხვათა შორის, როცა უცხო ქვეყანაში მივდიოდი, მეგონა რომ აქაურობას დავივიწყებდი უფრო მეტად რაღაცა. ყველაფერს, მაგრამ როგორც ხედავ, ვერც აქაურობა დავივიწყე და ვერც საყვარელი ადამიანები. სამაგიეროდ ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება. ხო, რაც აქ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, შენ ძალიან კარგად იცი რატომ, იმიტომ რომ ვიყავი ჰიპერმზრუნველი დედის ნინოს ხელში. ისე მშვენივრად კი იფერებდი ხოლმე ნინოს მზრუნველობას. ხო, 10 ჯერ მკითხა სხვათა შორის, ანი თუ ნახეო. მე მგონი ჩემს წასვლაზე არ ნერვიულობდა ისე როგორც ჩვენს დაშორებაზე. ხო, შენგან განსხვავებით. გემრიელი ყავა სხვათა შორის. მე მგონია რომ დავზავდებით მე და შენ არა? არა, ვიცი რომ ყავაზე თანხმობაც საერთოდ არაფერს ნიშნავს. 5 წელისად ვიყავი, უპასუხისგებლოდ მოვიქეცი, ვიცი ეს ყველაფერი. უბრალოდ აი ზოგჯერ მოკითხვის, საუბრის საშუალებას თუ მომცემ, ეგეც ძალიან გამახარებს. ალბათ გესმის ჩემი გულის ხმა სადაც ჩაიარე სადაც ჩამოიარე ყველგანია და ვარდია მოვიდა ვინ შემოხედა რა გაგაგარე მხოლოდ მე გამახარე დავდივარ შენი თმის ჭრის დავყვები გოგოს ხვას ნუ გაყვები Patara gogo modi chetan gena swale chukli patara gogo modi chetan gena swale chukli patara gogo modi chetan gena swale chukli Kismet ki Adno Oysa. მოდი ახლა ჩვენს მიწა-წყალს გაუმარჯოს. სადაც ბავშვობა გაგვიტარებია. ბებიის გამომცხვარი ჭადი გაგვიტეხია და გვიჭამია. იცი რას გაუმარჯოს? აი დილით კრუხის კრიახი და მამლის სხივილი რომ გაგვიძებს იმას გაუმარჯოს. ლოგინში ჩავთვარი დილით ჭის გაყინულ წყალს რო შეისხავს სახელზე და შეუერთებით ცხოვრების ფუსფუსს იმას გაუმარჯოს. იქ ჩემთან სოფელში ცაცვა ხეცვა ეს ყველაფერი რომ ჩემს სიყვარულს და საიდუმლოს ინახავს. მოდი ამას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ჩემო ბიჭიკო რა კარგი მოყოლა იცი და მოგონება იმ ყველაფრის.
ეხლა ჩემი ბავშვობა გამახსენდა რო გისმენთ. სკოლა რო დამთავრდებოდა ხოლმე თავს მიკრავდნენ ჩემებთან სოფელში. იყოფნას არაფერი არ მერჩიბა. სავსე იყო ბიჭო იქაურობა ახალგაზრდები და მიდიოდა ჟივილი, ხივილი. ცხოვრება მოკლედ დუღდა და გადმოდუღდა. ახლა სოფელში რა უნდა ბიჭო ბავშვს? ჩემ სოფელში 20 წელიწადია გეფიცები ყველაფერს თათო ბავშვი არ დაბადებულა რა. 20 წელიწადია ბიჭო. ყველა ქალაქისკენ მთავარი ყავს. ხო? აი ჟანრი ფეხზე კალოშები და ხელში თოხი. ყველაფერი გამარტივდა ჩემო ბიჭიკო. ანუ იცი რა მოხდა ბიჭო? მონატრების უნარის დაკარგა ადამიანმა. ტელეფონმა ხნედა. ტელეფონმა. კიო, უწინ დიდი ხნის ნათესავი რომ გესტუმრებოდა ლაპარაკში და ამბის მოყოლაში დაგათენდებოდა თავზე. ახლა ყოველ მეორე დღეს უყურებ. ელაპარაკები და აღარც გენატრება. რომ მოვიდეს სტუმრად რადგინა ბიჭო რა უნდა გითხრას ახალი. მართალია. ჩემო ბიჭიკო ძალიან სიღრმისეულად უყურებ ამ ყველაფერს. ესე არ შეიძლება. ცოტა ლოგკად შეხედე, სუბუქად. არ შეიძლება. თან პატარა ბიჭი უკვე აღარ ახარ. დიდი ბიჭი ხარ უკვე ბიჭი, ა? ჯანმრთელობაზე იფიქრე. ესე აჯობებს. ჩემო ანდრო. იცი როდის ვარ? ყველაზე ბედნიერი. ჩემი სოფლის აღმართს რომ შევუყვები. და ცივინიავი რომ მომელამუნება შუბლზე. აი თითქოს ჩემთან ვარ, სახლში ისეთი გრძნობა მაქვს. სხვასთან კი არა, ანამასთან, ჰანიმასთან, არა. ჩემთან, სახლში. აი ბიჭიკო! რა ძლიერი ხარ შენს მიწაზე. ჩემი სოფლის მთებო. გენაცვალეთ. დამიხვდით ბიჭო, კარტებზე უნდა გეამბოროთ. გენაცვალე ბიჭო. აბა როგორ ხარ? რავი, ნორმალურად რა. რაღაც იმედები გამიჩნდა. მე რო საქმეს მოვკიდებ ხელს. მაგრამ ისეც მოგამიგებ რომ შენ გეხმარები. ანისთვის კარგი მინდა, უბრალოდ ამ ორ ვარიანტში შენსკენ გადმოვიხარე ჩიტო. რა, ჩიტო, ნუ მეძახი რა ეგეთ რაღაცეებს. აი, ვინ არის ის ტიპი? იურისტი ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად. რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? შენ თავზე ვიფიქრე, ანიზე იფიქრე, სხვებზე ნუ ფიქრობ. უყვარს? ერთი წამი თუ შეაყოვნოს ახლა გონება რა. რა აზრი აქვს მაგას? აქვს. იმას ძალიან ამას ოდნავ. რა ოდნავ? აი როგორ ოდნავადაც შენ უყვარ ხარ, ისე ოდნავ უყვარს ისიც. გასაგებია. რა არის გასაგები? შენ თავზე იფიქრე რამეს რომ მიაღწიოთ ხო? დამიჯერე. დამიგეც იყო. დე, საწყოლა გვაქვს სახლში. აუ და მე მგონი არაფერი, გინდა რამე გამოგიძახ ხო? კარგი. კარგი. დედაქალაქ
ქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ფაქტზე დააკავეს ბიზნესმენი ზნ, ხოლო ორ პირს გგ-ს და თგ-ს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. მათ ბრალდებათ ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შემოტანა რეალიზაციის მიზნით. საგამოძიებო მასალების მიხედვით დგინდება, რომ გგ-მ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად სომხეთიდან სატვირთო ავტომობილით დიდი ოდენობით ნარკოტიკი სარეცხი საშუალების შეფუთვით შემოიტანა. აღნიშნული დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორი წუთი დავიმატე, კარგი? კარგი. რა ხდება?